გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ დღეს 24 მაისია. როგორც იცით, ქართველთა დიდი გაერთიანება რუსთაველის მეტროსთან მართავს აქციას ამ ანტიეროვნული პოლიტიკის წინააღმდეგ, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს და 6 საათამდე ბევრი არაა დარჩენილი, ამიტომ მეც დიდი ხნით არ შეგაწყენთ თავს. უბრალოდ მანამდე მინდა დღეს მომხდარ მოვლენებს გამოვეხმაურო და მიმაჩნია რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ყველაფერი, რაც ჩვენ ქვეყანას რასაც უმზადებენ და უპირებენ და საერთოდ ტრადიციულად მიუბრუნდეთ იმ ამბავს, რომ ქოცებს რაღაცა გეგმები აქვთ ჩაფიქრებული და რა თქმა უნდა ბიძინიჩის ესა რა ქვია გამოჩენა შემთხვევითი არა. მოკლედ გამოჩნდა ეს ბიძინიჩი რომელი ბიძინიჩიც რუსთავში ყოლიათ შეკრებაზე, თურმე იქ იდემაგოგეს, რაღაცა იქ თურმე ახალგაზრდებზე ზრუნავენ თურმე აქეთ-იქეთ. ვარლამ ლიპარტელიანი ეს საპატივცემულო კაცი თავისი სპორტული კარიერიდან და წარსულიდან გამომდინარეც იქ იყო, ისე ლაპარაკი კაი გისწავლია ყოჩა. ხო და არ ვიცი ეს პოლიტიკოსი ვარლამ ლიპარტელიანი როგორი იქნები, არ ვიცი დრო გამოაჩენს ყველაფერს, უკვე ჩანს ყველაფერი და ძალიან ცუდი რო გაერიე მაგ ყველაფერში და მით უმეტეს ქოცების ახალგაზრდობის ლიდერად. ერთი ქოცები საერთოდ ვინ ახართ და მე თქვენი ახალგაზრდობა, რომელი ახალგაზრდობაც ჩვეულებრივი თავის დროზე კომკავშირის აქტივი იყო ეს წითელი ინტელიგენციის პერიოდში ისახართ და მე ნაცების დროინდელი ახალგაზრდობა იყო და ახლა ქოცების დროინდელი ახალგაზრდობა, რა ვიცი, რაღაც ყველაფერი ეს რას გავს, იცით და სინამდვილეში რა არის, იცით, ახალგაზრდა ადამიანს როგორ უნდა ელაპარაკოს ქოცი. რა უნდა ელაპარაკოს ახალგაზრდა ადამიანს ქოცმა, რომელსაც დედა თუ მამა გაუგდო საზღვარგარეთ იმისთვის, რომ ორი ლუკმა გადაერჩინა, ან თვითონ გადახვეწა უცხოეთში. თუ სიდუხჭირის გაჭირვების სამუშაო არა სტუდენტებს, უფასო საცხოვრებელი არა, სწავლის გადასახადი ამდენ სტატუსი შეჩერებული და 1000 უბედურება დამართა და დღეს თურმე ახალგაზრდობა თურმე არაა ქოცების მომხრე. როგორ უნდა იყოს ახალგაზრდა ქოცების მომხრე, იმას რასაც ქოცები აკეთებთ ერისთვის და ქვეყნისთვის. და ეს თურმე ყალბის სტერეოტიპი ყოფილა, თურმე ეს ბიძინიჩი ამბობს, რომ თურმე ახალგაზრდობა არა თურმე იმაში, რა ქვია, ქოცების მომხრეებში. ხო, ადამიანის არსებობა ჭირდება და იმისთვის, რომ იარსებოს მის ქვეყანაში, როგორც სამსახურში, ისე მოდის თქვენ პარტიაში, იძულებული არის თავისი შეურაცხყოფა ბევრი რაღაც აიტანოს, გინდა მაგ დაესწროს მაგ თქვენ შეხვედრებს და გამომდინარე აქედან, იქ ვისაც დაინახავთ ახლა ახალგაზრდებს, გგონიათ რომ მართლა ისინი თქვენი მხარდამჭერები არიან. მოკლედ ეს ცირკი არ მთავრდება ამ ქვეყანაში, აი ეს ხელოვნურად შექმნილი, ისა რა ქვია, თქვენ თვითონაც ხო იცით, რომ ეს ტყუილია. ის ახალგაზრდაც რო ყავდათ მოყვანილი, რომელსაც მისი ისტორია მოყვა, რომ თურმე მარტო ბებია ზრდიდა და მე ბებიას გარდაეცვალა და დაიჭირეს და გამოვიდა და ნასამართლები იყო თურმე და არსად არღებულობდნენ და ასე შემდეგ. ესეც ხო წინასწარ ფილტრირებული ყველაფერი არის, დადგმული ისაა, ხო? არ არიან თურმე ახალგაზრდები ქოცების მომხრეები. რა თქმა უნდა არ უნდა იყოს ახალგაზრდა ქოცების მომხრე. ეს ჩვეულებრივად ვისაც თავის გადარჩენა უნდა ამ ქვეყანაში, იძულებული არის რომ იყოს ქოცებთან მიკედლებული. სხვა გამოსავალი ახალგაზრდას არ აქვს საქართველოში, ამ ქვეყნიდან უნდა წავიდეს, ან ხელიდან უნდა წავიდეს. და სამწუხაროდ ამ პარტიაში მისვლა ხელიდან წასვლას ნიშნავს და ბევრმა ახალგაზრდამ ეს არ იცის. ნამდვილად არ იცის. და ეს უკითხავს ახლა პატრიოტიზმის ლექციებს თურმე. იქ თუ თურმე ეს ცალკე ვთქვათ, მაგრამ გამოვიდა თურმე და ესე იგი თურმე ესა ორი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანსო თუ სამშობლო უყვარსო ერთმანეთშიო სამტრო არაფერი არა აქვს და რაღაცები იბოდიალა და ეხა ბიძინიჩმა უნდა წაუკითხოს თურმე ახალგაზრდობას ისა რა ქვია პატრიოტიზმის ლექციები. მოდი დავიწყოთ ჯერ ყველაფერი იქედან რომ შენ თვითონ ვინ ახარ? ცოტნე ივანაშვილი ვინ ახარ? რა სტატუსით ახარ მაგ? რო კითხოს კაცმა პოლიტიკური პარტიის წევრი არ ახარ და პოლიტიკაში არ ახარ. ისევე როგორც მამაშენი არა ოფიციალურად თანამდებობის პირი და არაფერზე თურმე არანაირი საჯარო პირი არა თურმე მამაშენი.
ხო? ეს ისე არ ახარ შენს თურმე მაგ პოლიტიკური პარტიის არც რომელიმე თანამდებობის პირი და არც ახალგაზრდული აქტივისტები და აბა ვინ ახარ ერთი შვილო საიდან თუ ქოცი არ ახარ თუ შენ თვითონ პარტიაში არ ახარ თუ შენ თვითონ პარტიის წევრი არ ახარ პარტიის ლიდერი არ ახარ რა სტატუსით ახარ იქ ბიძინაშვილი ხარ და ამით ახარ მისული ანუ ბიძინაშვილობა ამ ქვეყანაში რას ნიშნავს უფლისწულობა არის არაოფიციალურად ხო, ну მოდი კაი ამას ახლა თავი დავანებოთ, ყველამ კარგად ვიცით სინამდვილეში ვინაა საქართველოში პირველი პირი და ვინ მართავს ქვეყანას და როგორ იმართება ქვეყანა. ასე რომ გასაგები არის რეალური მართველის შვილი მივიდა იქ და შვილმა უნდა გადახედოს, გადმოხედოს ის რაც ხდება. თუ აქ რაღაცა მზადდება, სერიოზულად რაღაცა მზადდება, იქ ცოტნე მალევე მეფეთ მოვაო ესეთი ისინი რო დაიწყო თავიდანვე გამოჩნდა. ეხლა მეორე. ვინ ახარ ბიჭო შენ? შენ ხვირ მოუხოცაო ლაწირაკო, რო ახალგაზრდობას უკითხო პატრიოტიზმზე ესა ლექციები. სამშობლო გიყვარს, პატრიოტი ხარ? ხო და საჯარი ასაკის ახარ. და წადი ეგერ სავალდებულო სამსახურში. უცხოეთში გადახვეწილ ახალგაზრდობას იმას რო უგზავნით, მეილებს და იმას რო უგზავნით, ჩამოდით და იმსახურეთო. წადი შენ შეიარაღებულ ძალებში, იმსახურე და მიეცით შენ და შენ მაძმა მაგალითი. იმას რა ქვია, მომავალ ახალგაზრდობას რო სამშობლოს პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული სამშობლოსადმი მსახურებით ბიძინა ივანიშვილის შვილობით კი არის იწყება სამშობლოს მსახურებით ფორმის ჩაცვით და ჯარში მსახურით ისაზღვრება. ასე არის, ასე ხარ, როგორ იმსახურებ და სად იმსახურებ და მე რას გააკეთებ, ეს სხვა საკითხია. მაგრამ წადით და გამოყავით თქვენი ცხოვრების პერიოდი და მიუძღვენით ეს შეიარაღებულ ძალებში მსახურს. ახლა შენს ახლა პოსტებზე არა მოგხადონ, ესა რა ქვია, დგომაში სული. დაგაყენებ საცხა შტაბში დაგაჯენენ, იქნები კარგად, მაგრამ მაგასაც არ აკეთებ. ხო, ამიტომ რომელ პატრიოტიზმზე გაქვს საუბარი? რომელ პატრიოტიზმზე აქვს ახლა ამას საუბარი? ეს ახლა არა შეიძლება ახლა ბავშვს ამაზე ნახდათ ვერ იტყვი, ბავშვი არა ამასაკის ადამიანი, მაგრამ არა აქვს ცხოვრებისეული გამოცდილება, მეო ჩემი მეგობრებიო რაღაცეებს. რომელი ერთი ვინ გეყოლება შენ მეგობარი? შენ გეყოლება მეგობარი იმისი რა ქვია თავი შეიძლება ახლა შვილებთან სიჩხუბეთ ერთმანეთში, როცა მამები დაერიან ერთმანეთს, ღარიბაშვილის შვილებთან მეგობრობდი, ალბათ გახარიაშვილთან მეგობრობდი, ვიღაცეებთან და იმათ განსხვავებული აზრი აქვს და შენს განსხვავებული აზრი, შენ ახლა მამის მხარეს ახარ, იგი თავისი მამის მხარესაა და ასე შემდეგ. რა იცი შენ რა არის ქუჩა? რა იცი შენ რა არის საერთოდ ცხოვრება და როგორ უწევს დღევანდელ ახალგაზრდობას ცხოვრება საქართველოში? რა იცი შენ? არ დაიღალეთ ამ სიყალბით? ხელში არ ამოგივიდათ ეს სიყალბე? ბიჭო, რაც შეიძლებოდა შენ ადგილას ადამიანს გაიკეთებია შენ და ესა რა ქვია, კიდე შენ ძმას და საერთოდ რა თქვენ ვინც რამე შეგეძლოთ გაგიკეთებიათ ამ რთულ მომენტში თქვენ შეგეძლოთ რომ ესა რა ქვია ამ დოშენის სინდრომთან დაკავშირებით ამ ხელა ამბები რო ატყდა, გამოსულიყავით. შეძლებული ოჯახის შვილები ხართ. ფულის პრობლემა არ გაგაჩნიათ, გავლენების პრობლემა არ გაგაჩნიათ და შეგექნათ ფონდი. რაც გააკეთეს იმ აკაცუკა ახალგაზრდებმა და ბავშვებს დახმარებოდით ბავშვებს და შენ ფულიან მეგობრებს და იქ სხვისი შვილები წამალს როითხოვენ და ქუჩაში რო ყრია და შენი ძმა და თქვენ რო დაგულაობთ იქ ვიღაცის ვილებზე და დაჩებზე და ტაშპანდურობთ და იმას რა ქვია ინსტაგრამში რო იმაშვებით ეს შეგეძლოთ გაგიკეთებიათ და მამა ჩემის მიუხედავად, იმის მიუხედავად, ამის მიუხედავად უამრავი შემთხვევაა, როდესაც მამა სხვა აზრზეა, შვილი მეამბოხი ასაკშია, მით უმეტეს და საერთოდ არ უსმენს. ეს მქონია ცხოვრებაში ესეთი მომენტი, კი, მე ბევრჯერ მინანია, ბევრი რაღაცა წვილი წამიტეხია, რომ უფროსს არ გამიგონია, მაგრამ მეამბოხი ასაკში ადამიანი თუ მორჩილი ხარ ცხვარივით და მამა როგორ იტყვის და ის როგორ იტყვის და ეს შენი ცხოვრება არ გაგაჩნია. გასულიყავი და დამდგარიყავი. არა ძმაო, ეგ აკაცუკებს უფრო ადარდებთ, თურმე ეს რა ქვია. კი, პოლიტიკური მიზნით გააკეთეს, ასე გააკეთეს, ისე გააკეთეს, თუ რისთვის გააკეთეს, მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ეხლა შენ რო დაწანწალობ, მაგ შენ ბიჭო ახლა ისა რა ქვია, იმისთვის აკეთებ, რა ქვია, სამშობლოსთვის აქ ჯერ რას აკეთებთ, საერთოდ მაგ იკრიბებით და ყბედობის მეტი არაფერი არ ხდება და შენ ძმას ჩემო გარგო და თქვენ იმის რა ქვია, ამაზონის ჯუნგლებში, იგენი რა ქვია, ანაკონდები და ისინი გადარდებდათ, რა ქვია, პუმების და ლეოპარდების და ამათი ბედი ადამიანები და იმათთვის რიცხავდით მილიონებს რიცხავდით. კი. და ღებულობდით ამის საპატიო ლეგიონების წოდებას და ასე შემდეგ.
და საკუთარ ქვეყანაში მსგავსი გრძნობები არ გაგაჩნიათ. მსგავსი დარდი არ აქვს ადამიანის ცხოვრებაზე. არაფრით არ განსხვავდება ეს იგივე ძალმადიდებლობიდან, რომელიც ძალმადიდებლობაც არის მოდებული. ესა სიმართლე. არა გაქვს შენ უფლება აქ ხალხს უკითხო ლექციები და ახალგაზრდებს მით უმეტეს როგორ უნდა იცხოვრონ და იცოცხლონ. არის შენ ხრებზე არ გამოუვლია მაგას. და ცოტა ენაკბილ დაჭერილი უნდა იყოს საერთოდ რო არ ჩანდე. ჯერ მამაშენისთვის მიმიფურთხებია, თვითონ საგინებელი ყავს, სადა ქვეყანას გამختარი და შვილებს რატო გღუპავთ. წადით ბიზია მიხედეთ რამეს. მაგრამ ეთყობა რაღაცა უნდა გადაგაბარონ ახლა როგორც მომავალ უფლისწულებს რაღაცა უნდა გადაგაბარონ და უნდა იცნობდეთ ხალხს და აქეთ იგი დაყვებათ ტალახაძე დაყვებათ დაცვათ და იქით გენოპეტრიაშვილი და ახლა როცა ახალგაზრდებში მიდიხართ მოყვობათ ახლა მთელი საქოცეთის და აგერ ვარლამილი პარტელიანი გახლიათ თურმე თქვენ დაცვას რო თავი დავანებოთ აქეთ იქეთ და ხალხთან ხართ თურმე ხალხთან ხო ამნერი ხალხთან ყოფნა იცით თქვენ და საერთოდ ისე ერთ რაღაცას გეტყვით იცით შენც და დანარჩენებსაც ვეტყვი და ქოცებს ვეტყვი განსაკუთრებით ბიჭო უსინდისოები რატო ხართ იცი აი უნამუსოები რატო ხართ იცი აი ნებისმიერი რამე ეხლა ცალკე მინდა ვისაუბრო მაგრამ დღეს არა მე ვისაუბრებ ამ საწამლავზე რაც საქართველოში არის ამ მოდებული ახლა სიძულვილის ენა რომელიც თვითონ განსაკუთრებულად შექმნეს და სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე აიყვანეს ამ ბიოლოგიურმა ნაგვებმა ამაზე ცალკე ვისაუბროთ და თვითონ რო არიან ამ ტროლბოტების ავტორები და სტრატეგიული კომუნიკაციების სააგენტო და ამათი პარტია და უსუსი და ესენი რო სპეციალურად ქმნის ამ ტროლბოტ-ბოტზაუდებს რო ხალხი ყავდეთ ერთმანეთთან დარეული მაგრამ რაშია თქვენი ამორალურობა იცით აი უბრალოდ ერთ რაღაცას გადახედეთ აი ჩემო კარგებო ესე იგი იმ დონეზე გულზე გასკდნენ და იმ დონეზე ბოღმა გადმოამთხიეს და იმ დონეზე გაბოროტდნენ რომ იმ ხალხმა ვინც შექმნა ის ფონდი და ვინც არ ვიცი იმედია მივა იმ ხალხთან ფული და არანაირი პრობლემა არ იქნება ბავშვების სიცოცხლესა ჯანმრთელობას ეხება და დაუწყეს ბიჭო ესე იგი რები ატეხეს აი დააკვირდით ჯერ აი ამ ამორალურ ადამიანებს აი პირველ რიგში მინდა ეს ვინ ჯანდაბა ხარ შვილო შენ საიდან მოხვედით ჯერ მშობლებს რო უძახით რო არაფერი შველის მაგ დაავადებას არ გადარჩებიან ეს წამლები თურმე მოგონილია ექიმი ხარ თუ ვინა ხარ შვილო ელემენტარულ კითხვას ვამ ბიჭო გამოხტით Facebook-ზე პოსტებს წერთ რომ არაფერი მაგ ბავშვებს არ უშველით არაფერი მაგათ არ ეშველებათ ეს ვიღაცა ექიმი ყოფილა გერმანიაში მჯდომ და თურმე ტყილან უწვალობთ ხალხო ისინი მაინც მოკვდებიან ჯერ ცოცხალ ადამიანებზე რა სიძახით ბიჭო იქნება ხვალ და ზე გიგონებს ვიღაცა წამალს ჰიპოკრატეს პიცი არა გააქვთ ბიჭო ელემენტარული უკაცრავად ინტერნეტ ბოდიშით მეგობრებო გაწყდა კავშირი არ ვიცი ახლა აქ ძალიან მაღალი მიღება აქვს 5G კავშირი არის და ინტერნეტის პრობლემა არ არის მაგრამ ეთყობა Facebook-ის გენერალ მაიორი ძალიან შეწუხდა ბიზნესის ხსენებით, რაზეც ვსაუბრობდით ამ საკითხებთან დაკავშირებით და ალბათ იზრუნეს იმაზე, რომ ბულინგში არ ჩავარდეს ბოუში და თავისთავად შეიძლება ჩართეს ოპერატიული ტექნიკური დეპარტამენტი და გათიშეს, არ ვიცი, ხთავს ვერ დავდებ ვერაფერზე, მაგრამ ჩემ ლაივებზე ხშირად ხდებოდა ესეთი რაღაცეები და არც ახლა გამონაკლისი ძველებური მეთოდიკა ამუშავეს, ამათ ხო აღიზიანებთ ეს ყველაფერი რაც სოციალურ ქსელში ხდება და თურმე ეს ყველაფერი დაჟადია საერთოდ ახლა რასაც ვლაპარაკობ ამათი კრიტიკა როგორ შეიძლება და იმას გეუბნებოდით ჩემო კარგებო რომ აი ამ რა ქვია ბიზნესები რო არიან რა ეხლა რო გაჩითულები რო არიან რა ქვია ერთი რო იმაში დარბის რა ქვია აზერბაიჯანის შვილის რა ვიცი სიძესთან თუ ყოფილ სიძესთან და დიდი ტაშფანდური რო აქვს გამართული და დავით გარეჯი არავის არ ახსოვს და იქ ტაშფანდური რო გადის იმის რა ქვია ალიევის შვილის ვილაზე და მეორე აქ რო არის გამომხტარი და ამას რა ქვია პატრიოტიზმის ლექციებს რომ გვიკითხავს აგერ ახალგაზრდობასთან დაკავშირებით რა ქვია ემაზე ვსაუბრობდი მაშინ გაწყდა ეს ყველაფერი და იმას ვეუბნებოდი რომ თუ პატრიოტობა გინდა შეკაი დედმამიშვილო წადე და ჯარში იმსახურე და ქვეყანას დაუდექი გვერდით თუ მაგით არ შეგიძლია ელემენტარულად ესა რა ქვია ახალგაზრდამ როგორ უნდა ქცეს პატივი ახალგაზრდები რომლებიც გინდა აკაც უკვე უძახე და გინდა ვინც გინდა ის უძახე ეგერ არიან და იმას რა ქვია ფულს უგროვებენ იმ გაჭირვებულ ხალხს და
თქვენ ბიძია პარტიული ვირთხებივით დარბი ხართ წაღმოუგუღმა და რა თქმა უნდა არ ექნებათ პატივისცემა და რაშია საქმე ეცით ხალხო აი ამათი სიძულვილის ენა რომელიც სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე აიყვანეს ამ ბიოლოგიურმა ნაგვებმა კოცებმა ეხლა სხვას ებრძოლებიან იმის გამო რომ ესა რა ქვია სიძულვილის ენა როგორ აქვს სიყვარულის ენა რატო უნდა გქონდეს რატო ითხოვთ სიყვარულის ენას თქვენ მიმართებაში დააკვირდით უბრალოდ ნახეთ რა ამბები ატეხეს რა ამბებია ატეხილი უბრალოდ აი ამ წამალთან დაკავშირებით დააკვირდით აი ამ ნაგავს ეს ხო გეცნობათ ესეც ხო გეცნობათ მანამდე სანამ გაწყდებოდა ლაივი გაჩვენეთ ერთი აი ეს ბიოლოგიური ნაგავი ხო გეცნობათ კიდე კოვიდ ფაშისტი აი ეს ნაბოზარი ეს ყველანაირად ღვთისპირისგან გადავარდნილი ბარიგა ეს არის ბარიგა რო იცოდეთ არანაირი ექიმი ეს არ არის და არანაირი სამედიცინო განათლება მას არ მიუღია ამა რაღაცა ქუთაისში პადვალში დაამთავრა სამედიცინო ინსტიტუტი წამოვიდა აქ და წამლების გამყიდველი არის სომალში ჩაქონდა და ყიდი და იმას არაოფიციალურად წამლებს და მილიონები იშოვა მე რო გამოეცხადა იმას რა ქვია იმუნოლოგად ესეც გამოხდა თურმე ესეც აამუშავეს კოცებმა მაშინ როდესაც ჭირდებოდათ ეს გადაგდებული ნაგავი არ არის ეს მიყუჩებული ყავთ და ესეც გამოხდა და ამ დიუშენით დაავადებული ბავშვების მიმართებაში კიდე იგივე რიტორიკას რასაც კოცები იძახიან ზუსტად იგივე რიტორიკას აგრძელებს და ზუსტად იგივე რიტორიკით წივის და კივის რომ თურმე ის წამალი რა ქვია ამერიკაში თურმე სატესტოდ გამოუშვეს ევროპამ აკრძალა და ესე შემდეგ თქვენი გამომწველავი დედაშევეცი ბიჭო მე თქვენ არ იყავით ბიჭო ჯერ არ შექმნილ აცრებზე ხალხს რო აძალებდით გაიკეთეთ ხო ეხლა ვითომ ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნავ ხართ ბიჭო ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნავ ხართ და მათი მშობლების ადგილას ნებისმიერმა წარმოიდგინეთ თავი ყოველდღე რო უძახიან ეს მართლა პროპაგანდონები თქვენი შვილი მოკდება წამალი არ უშველს თქვენი შვილი მოკდება წამალი არ უშველს რა დამოკიდებულება უნდა გქონდეს ნორმალურ ადამიანს ამათ მიმართებაში როგორი დამოკიდებულება უნდა გქონდეს და ამას დაუმატოთ ახლა ის რასაც ესენი ჩადიან საერთოდ საქართველოს მიმართ და ქართველების მიმართ და ამ ქვეყნის მიმართ და მე ახალგაზრდობას თურმე კოცებში არ უნდა რა ესაქმება კოცებში ახალგაზრდას როგორც დედის პირს აგინებდნენ თავის დროზე პარტიულ ვირთხებს ისე უნდა გაგინებდეთ და მაგის ღირსი ხართ რომ გაგინებდეთ ამ ბინძურ პოლიტიკაში თქვენმა მამებმა გაათახსირა ყველაფერი ახლა გათახსირებული შვილები მოყავთ დაგვირდით ახლა ეს დაგვირდით აი ამ ბიოლოგიურ ნაგავს ესეც რას იძახის რომ თურმე რა თქმა უნდა სახელმწიფო პოზიცია ამაშიც ფული აქვს აღებული ეს ტყუილა ნაბიჯს არ გადადგამს ალბათ დიდი ალბათობით ეს ნაბიჯს არ გადადგამს ტყუილად დააკვირდით აი ამ ხალხს ესენი უკვე ექიმები არ არიან ეს უკვე ბიოლოგიური ნაგავი არის ეს უკვე სხვა ბიოლოგიური ნაგავი არის რომელიც ვითომ აქტივისტი არის და რომელიც გამოვიდა და იმას ამბობს რომ ეს აგროვებული ფულიო იმამდეო რა ქვიაო ბავშვებამდეო წამლისთვის კი არ მიდისო იმისთვის რა ქვიაო ინვენტარისტვისო მიდისო რომელსაც ხელისუფლება 3 მილიონი დაფინანსებსო შენი უნამუსო დედას შევეცი ბიჭო შენი უნამუსო დედა მოუთხარ ბიჭო ნანათხოვარი ეტლით იყო ხალხი მისული და როგორ უვლით და როგორ ეკიდებით ავანტყო ბავშვებს ეს ყველამ კარგად იცის 10000-ობით ბავშვი 10000-ობით ბავშვი გადმოყრილი რო არის აქ ერთი იმათ აფინანსებდით და იმათ ხედავდით კი ბოიან ბავშვებს 13000-ის იმას რო უფინანსებთ რა ქვია ქიმიას და მე როდესაც გავა 13000 ამ მშობელმა რო უნდა გადაიხადოს და თუ არა შენ შვილს არაფერი აშვილის წაიყვანი აქედან რო ეუბნებით გამოდიხართ ბიჭო რა გველები ხართ ბიჭო რა სიძულვილის ენას კი არა დღე და ღამე კვტარდა ცოცხალს უნდა გაგინებდეთ და უნდა გირტყამდეთ ხალხი ბიჭო და გამოდის ეს ბოზიშვილი ეს გამოდის და ოღონ პარტია გააპრაღოს და ოღონ თავრობა გააპრაღოს და ოღონ თავრობის პოზიცია დაიცვას აი ესეთი ბიოლოგიური ნაგავი მე გელაპარაკება რომ თურმე მე ვავრცელებ სიძულვილის ენას რომელიც სახელმწიფომ აიყვანა პირდაპირ სახელმწიფოს სახელით კოცებმა ეს ყველაფერი აიყვანეს სახელმწიფო პოლიტიკის დარგში თავისი ასკარხანასო შეგიქმნითო 100-ზე მეტი ტროლების ზაუდია შექმნილი აი ეს ბიოლოგიური ნაგვები და გამოდიან მე და იმას ითხოვენ რას ერჩით ბიჭო იმ ხალხს ფული თუ გროვდება რაღაცას ქართველისთვის თუ იღებს ელემენტ მაგრამ ამათ რა აღიზიანებთ იცი ის ხდება რომ ვიღაცა მათთვის არასასურველი ახალგაზრდები ჯერ ის ახალგაზრდები რომ მოწამლულები არიან და იმ ახალგაზრდებს რო ტვინი აქვს მოწამლული ეს თქვენი დამსახურება თქვენ ჯერ გაამწარეთ ჯერ საშუალება მიეცით სოროსელებს 1000 ვიღაცა უბედურებს ქვეყანაში ახალგაზრდები ქართველი ახალგაზრდები გამოეზარდა
თუმცა თქვენც მათი შვილები ხართ რა 9 წელიწადი თქვენი ისა რა ქვია აქვია პრემიერზე ჩიშილაკა სოროსების ის იყო რა ქვია მენეჯერი იყო სოროსის პროექტების და ღალატის მეტი არაფერი უსწავლია და მე გაუკვირდა სოროსელებს რომ თურმე სოროს უღალატა და ბიზნესი შეეკრა ვინც მეტი გადაუხადა იმან შეეკრა ხო ახლა ღალატი პირველადაა ძნელი თუ არა მე ძალიან სარფიანი საქმე არის და ამათმა გამოზარდეს ხალხი ხელისუფლებაზე ლაპარაკი ზედმეტია სტრატეგიული კომუნიკაციების სამინისტრო ოფიციალურად ჩაბმული არის სიძულვილის ენაში. ეს გამოძიებამ დაადგინა Facebook-ის ადმინისტრაციამ ჩაატარა ეს გამოძიება მეტა, რომელსაც დადო პირდაპირ. ეს დასკვნა, რომ სახელმწიფო იყო ჩართული. ეხლა ამას მიუმატეთ. ამათი წეული პარტია. ეხლა ამას მიუმატეთ სუსი. ეხლა ამას მიუმატეთ სხვა კიდე უამრავი ისე არაოფიციალური ბიონაგავი. მიუმატეთ საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები, რომლებსაც ავალდებულებენ, რომ Facebook-ზე კონდეთ ტროლბოტ ქარხნები. და ლანძღუნ და ეხლა ვერავინ ვერ მონახეს და ეს ავადყოფი ადამიანები მოხუცით დაწყებული, ყველა როგორი დამპალია, დააკვირდით ხოცებს, ყველა როგორი დამპალია. 80 წელს მიტანებული, გადაღრძვებული. ნახდათ, იმიტომ ვერ ვიტყვი მე იმ ადამიანზე მოხუც და საპატივცემულო ასაკს, იმიტომ რომ ოდესაც 80 წლის კალი ასეთი ბოროტია რომ ბავშვისთვის წამალი ენანება, იქ არ შეიძლება იმას სხვანაირად უთხრა. და დააკვირდით აი ამათ ახალგაზრდებს, რა განსხვავება ამათში? არაფერი, ყველას ეზიზღება. ამ ბავშვებს მოგიკვდება ჩვილები წამალიაშვილის ფულს რა თქოთ, მოგიკვდება ჩვილები წამალიაშვებით ფულს რა. ბჭო, როგორ უნდა რა დათესეთ იმის ფასი, რომ ხალხი თქვენ სიყვარულის ენით გელაპარაკებოდეთ? რა დათესეთ? გესლის, შხამის, უბედურების, ბოროტების ქართველზე გადაკიდების, ქვეყნის არევის, სოციალური ჯგუფებად ხალხის დაყოფის, ნაცებად, ქოცებად. უკაცრავად. და 1000 უბედურების მეტი არაფერი არ გიკეთებიათ. აი ეს ბოზიშვილი. ეხლა დააკვირდით კიდე სხვას. იმის მაგივრად, რომ ჩვენ რო კითხო ამათ ფული არა აქვთ და სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ პირიქით, აი ეს კიდე ერთი ვიღაცა ეს გამправებელი ქოცი ესეც გამოვარდნილი და ესეც თურმე იწუნებს იმ საქმეს, რომ რას ქვია, ფული გროვდება ბავშვების გადასარჩენად. ეს სერიოზული პრობლემაა, კაცო. ეს როგორ შეიძლება ითქვას? ძალიან სერიოზული პრობლემა არის, ხალხო. ხო და აი ეს ადამიანები ხართ თქვენ და დარბი ხართ მე სოფელ ქალაქ ძუმკალა ძაღლებივით და ხმა მოგვეცით და პარტია ვარ. პარტია ხართ კი არა, ბიჭო, თქვენ ამოსაწყვეტი ხართ ყველა. ცოცხლად ხართ დასაწვავები. აი ესეთი ბოროტების გამო, აი ესეთი ჩათალახობის გამო და პირველ რიგში უნდა დაიწვას ბიძინა. და მე ხარ დასაწვავები თქვენ. რომ გადარჩეს ქართველ ერს თუ უნდა გადარჩენა და თუ არ გინდათ ამ ბოზიშვილებმა შეჭამონ ამ ქვეყნის მომავალი, ისე როგორც ჭამენ ამდენი ხანია. ეს სხვანაირად კუდა მორიელის პრინციპია. რაში მაინტერესებს ჩემოძმაო, რაში მაინტერესებს ეს ბოზიშვილები ჩემზე რა სიტყვია? რაში მაინტერესებს ელემენტარულად ქოცი დღეს ჩემზე რა სიტყვის? და რას დაწერს და რას გამაქილიკებს? რა ბოზიშვილმა რამდენიც კიდე იმდენი ლაპარაკოს. მისნაირ ბოზიშვილებში აქვს ძალა. ქოცი რო ვინმეზე რამ ჩემზე კი არა, ვინმეზე რო რამეს ეიტყვის. რაში რაც კიდათ ის დაწერონ, რაც კიდათ ის ილაპარაკო. მე არავისთვის არაფერი წამირთმევია ჩემ ქვეყანაში, მე ჩემი ქვეყნისთვის არაფერი მომიპარია. მე არასდროს გაჭირვებულისთვის წიხლი არ დამიჭერია და არავის ხარჯზე არ მიცხოვრია და არც მართლა თუ გამაჩნია სიძულვილის ენა და თუ გამაჩნია აგრესია, გამაჩნია იმიტომ რომ აი ესეთი ბოზიშვილები ხართ. ქოცები. და ასე გაანადგურეთ ქვეყანა. ასე დარიეთ ყველაფერი და ასე შეაჭმევიეთ ხალხს ერთი მეორე. და ესე ბოროტად იქცევით. არც ბავშვის სიცოცხლე გაინტერესებთ, არც მოხუცის, არც ქვეყნის და არავისი. და თქვენ ბიჭო და რამდენ სიბინძურეს მოიგონებენ და რამდენ ეხლა ესეთი ბოზიშვილები TikTok-ზე დაწყებული, გაგრძელებული, Facebook-ი ჯგუფებია შექმნილი ეს დედამოტყუნები, რომ ვინ აყავთ გასაშავებელი და ვინ აყავთ გასათეთრებელი. და იმაზე ლაპარაკობენ და იმას ქმნიან, ამაში ფულს იღებენ ჩვეულებრივად. ამას დაფინანსება გააჩნია ამ ხალხს. და რო კითხო ბლოგერები არიან. ესა სიძულვილის ენის ჩვეულებრივი ქარხნები, ეს ქარხნები ააჩენა და ამათ შენახვაში უზარმაზარ ფულს იხდის ბიზინა ივანაშვილი.
რომ მისი ხელოვნურად შექმნილი მისი შვილი კეთილკაცად გამოჩნდეს, ქართული ოცნება კეთილკაცად გამოჩნდეს, ბიძინა ივანიშვილი კეთილკაცად გამოჩნდეს. ხედავთ, აგერ რა კეთილი ხალხი ხართ. ხედავთ თქვენ მეცენატობას და ხედავთ თქვენ სიყვარულს ქართველი ერის მიმართ. წავთ ეგერ იმაში, რა ქვია, ამაზონის ჯუნგლებში ზდიეთ იმგენს, რა ქვია, ანაკონდას და იმას გადასარჩენად და აგერ ბავშვები ყავდეთ იმაში და ფეხებზე დაიკითხოთ და სხვა თუ ვინმე რამეს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ ბავშვებს წამალი მიუვიდეთ და აი ესეთი ბოზიშვილები გამოყარეთ, მაგრამ და ალანძღიეთ. და თუ ვინმე რამეს იტყვის, მერე მასეთი ტროლებით შეუქმნენით ესა. რა პრობლემა? აი ესეთები ხართ. მე ელემენტარულ შევტყვი, აი პირდაპირ გეტყვით რა. ღმერთო დამიფარეო მთავრობის მოყარეობიდან. რანაირი კაი მთავრობას არ უნდა ყავდეს, არ შეიძლება რომ მთავრობა გიყვარდეს. არ შეიძლება. კი, შეიძლება ვიღაცა პიროვნება, ვინც მართლა იღწვის ხალხისთვის, პატივისცემა ჰქონდეს, სიყვარულიც ჰქონდეს მის მიმართ, მთავრობა როგორ უნდა გიყვარდეს. დაწყებული რელიგიურად დამთავრებული უბედური ელემენტარულ დავიდეთ რა, თუნდაც. ხელისუფლება რა საყვარელია? რომელი ხელისუფლება არის საყვარელი? ხელისუფლების სიყვარული ნიშნავს ფანატიზმს. როგორმა ფანატიზმაც დაღუპა ქვეყანა. და არა მარტო საქართველოს. აგერა ჩრდილო კორეაში უყვართ ხელისუფალი. ყველას უყვარს. 100% და 100%-ს უყვარს. კარგია? არა 100% არა, ჩვენთან საჭირო 50%-ს უნდა უყვარდეს. ამისთვის მიდის ეს პოლიტიკა ყველაფერი. თქვენ ხართ ახვარი ხალხი, აიგეთ? და ეთყობა წყალი შემდგარი გაქვთ, იმიტომ ხართ აწრიალებული, რომ წყალი გაქვთ შემდგარი. და მალე დედა მოგეტყნებათ რა. რა კანონიც არ უნდა რაც არ უნდა, არაფერი თქვენ არ გიშველით. ჯერ მარტო ამდენი ბოროტების დათესვის გამო, რასაც დათესავ იმას მოიმკი. თქვენივე ხალხი დღეს რო გვერდში გიდგანან, ტაშს რო გიკრავენ, ისინი მოგიტყნავენ გამზდელს. რო იცოდეთ ესე კოცება. წადით მერე და იმას ქენთ, რა ქვია, ბიძინას ქველმოქმედებით ელაპარაკეთ ხალხს. ესა. მოკლედ აღარ შეგაწყენთ თავს, აწისაც არის დაიწყება ქართველთა დიდი გაერთიანების აქცია რუსთაველის მეტროსთან, ამ ყველაფერი ბოროტების წინააღმდეგ და მივადევნოთ თვალი ამ ყველაფერს და რა ვიცი, თუ კი ვინმეს უნდა ამ ყველაფრიდან გამოსვლა, ვიცი რომ ძნელია, ვიცი რომ რთულია, ვიცი რომ დაიღალა ხალხი, მაგრამ ჩეგევარას აქ თქვა ეს რაღაცა დაიღალეო, კი შენ შეგიძლიაო დაისვენო, მაგრამ იცოდე რომ დასახულ მიზანს ვერასდროს ვერ მიაღწევო. თუ დაიღალეთ, ჩემო კარგებო, მაშინ აი ესენი არ დაიღალენ ჩვენი ერის გადაგვარებით და სისხლისმით და გააგრძელეთ ესეთ ქვეყანაში ცხოვრება. ეგაა და ეგ. კარგად.